ტრადიციული ალილოს, საშობაო საგალობლები და ნობათი. უკვე 2 საათია დედაქალაქში სადღესასწაულო მსვლელობა მიმდინარეობს. ალილო ვარდების მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში უნდა დასრულდეს, სადაც მონაწილეები დღის განმავლობაში შეგროვებულ შემოწირულობებს მიიტანენ. მოგვიანებით კი ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადაანაწილებენ. მარიამ ქურდიანი იმყოფება მსვლელობის მონაწილეებთან ერთად. მარიამ, გისმენთ, როგორი განწყობაა ქალაქის ქუჩებში და სად შეაგროვეს მსვლელობის მონაწილეებმა ნობათი? თამუნა ქუჩებში საახალწლო და სადღესასწაულო განწყობა არის. ჩვენ ახლა ვიმყოფებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც სულ რამდენიმე წუთის წინ იმყოფებოდნენ ტრადიციული ალილოს მონაწილეები. გიორგი მარგველაშვილი მათ დახვდა ტკბილეულითა და ნუგბარით. მონაწილეებს ტრადიციული ალილოსი მან მიულოცა შობა ახალი წელი და ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ კომენტარები. დღეს ამ შვენიერ მზიან დღეს მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე, როდესაც ჩვენში იბადება სიყვარული ერთმანეთის მხარდაჭერის უნარი, ერთმანეთთან გაზიარების უნარი. ეს მშვენიერი რიტუალიც ამის გამოხატვა არის, როდესაც ჩვენ გვაქვს უნარი ერთმანეთი გვიყვარდეს და უზიარებდეთ სიკეთეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მისვლამდე ალილოს მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში დადიოდნენ თბილისის ქუჩებში. მსვლელობა დაიწყო ვარდების მოედნიდან. ალილოს მონაწილეები იმყოფებოდნენ ასევე საპატრიარქოსთან, პარლამენტის შენობასთან, სადაც მათ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დახვდა. ასევე იმყოფებოდნენ საკრებულოსთან, სადაც მათ თბილისის მერი დავით ნარმანია და საკრებულოს თავმჯდომარე დახვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ალილოს სადღესასწაულო ალილოს მონაწილეებს ტკბილეულითა და ნუგბარი გადასცეს. შობის ტრადიციულ დღესასწაულს გილოცავთ, ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია თითეული ჩვენთაგანისთვის, თითოეულ თქვენთაგანს მინდა ხვავი, ბარაქა და წარმატებული შობა გისურვოთ. დღეს ტრადიციულად ალილოს დღესასწაული გვაქვს. ქალაქის მერია ქალაქის საკრებულოსთან ერთად უერთდება ამ ღონისძიებას, გადავცემთ საჩუქრებს იმ მზრუნველობა მოკლებულ ადამიანებს, ვისაც ტრადიციულად ეს ღონისძიება და ღონისძიების ფარგლებში საჩუქრების გადაცემა ხდება. დღეს მივიღეთ ალილოს ღონისძიებაში მონაწილეობა, ძალიან კარგი გრძნობაა და კიდევ ერთხელ ულოცავ ყველა შობის დღესასწაულს და ვისურვებ ძალიან ბევრ სიყვარულს, ბევრ სიკეთეს 2017 წელს. ეს არის ყველაზე ლამაზი დღესასწაული და ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაული ქრისტეშობა. ეს ტრადიციაც არის ძალიან ლამაზი და ამ ტრადიციას ჩვენ ყოველ წელს ისე ვხვდებით, როგორც პირველად, როდესაც ალილოზე პატარა ანგელოზები ჩამოივლიან და ვეგებებით მცირედი საჩუქრებით. მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს და სრულიად საქართველოს მიულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული. მინდა რომ თითოეული მათგანი იყოს ბედნიერი, ჯანმრთელი, ხავი ბარაქა დაკვებებოდეთ ცხოვრებაში და რაც მთავარია, ბეთლემის სიყვარულის ცეცხლი ანთებოდეთ გულში. ყოველწლიურად მონაწილეობას და ეს არის ყველაზე სასიხარულო დღე ჩვენთვის და მოლოდინი ყოველწლიურად დიდი სიხარულით რომ ჩავერთოთ და მივიღოთ მონაწილეობა და შემდეგ უკვე გავანაწილოთ აი იმ ადამიანებზე, რომელიც ჩვენგან ელოდებიან აი იმ საჩუქრებს. ალილოს ტრადიციულ დღესასწაულს თეატრალიზებული სახე აქვს. სხვადასხვა ფორმაში გამოწყობილი ადამიანები თბილისის ქუჩებში დადიან. ალილოს დღესასწაულზე იმყოფებოდნენ ბავშვები, ანგელოზის ფორმებში გამოწყობილები, ასევე მწყემსები. ალილოს დღესასწაულს შეუძლია შეუერთდეს ნებისმიერი მსურველი. ალილოს დღესასწაული დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ამ დროისათვის მსვლელობის მონაწილეები მიემართებიან შეგროვებულ ნუგბარს, მთელი დღის განმავლობაში შეგროვებულ ტკბილეულსა და ნუგბარს. სწორედ სამების საკათედრო ტაძარში მოუყრიან თავს, სადაც მოგვიანებით გადასცემენ უმწეოებს და ბავშვთა თავშესაფრებს. მარიამ, მადლობა. პირდაპირ ეთერში მარიამ ქურდიანი საუბრობდა.